სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ჩვენ მალე დავამთავრებთ რამოდენიმე გუნდის 3-2 კითხვა დარჩა 68-ვე ნაწილს, რომელიც 2018 წლის 2 დეკემბერს იქნა ჩაწერილი. მე შეიძლება ვიმაშვები ხოლმე თუ ადამიანი შუა იმაზე შემოგვესწრება, რომ მიუთითო რიცხვი და წელი და უბრალოდ ჩვენ ნახოთ რა პრობლემები არის ამ დროს ამერიკაში. და ეხლა საერთოდ რა კითხვასაც სვავს ქალბატონი, ხომ? ძალიან საინტერესო კითხვა არის, როგორ ვებრძოლო ურწმუნოების შიშს, არადა ამ დროს, ვიცი რომ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტია და ძალიან ბევრში შემინიშნია ეს მე პრობლემა და შეიძლება გარკვეულ ეტაპზე მეც მქონდა, გარკვეულ ეტაპზე. და ამის მიზეზი ის იყო, რომ ბიბლიასთანაც არ ყოფდი იმდენ დროს, მაგრამ რასაც ყოფდი, ხო, ისე არ ყოფდი, მთელი კონცენტრაცია არ იყო. ჩემთვის არ იყო ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და სხვა რაღაცები ცხოვრებისეული პრობლემები პირადი ასევე სამსახურებრივი ეკონომიური თუნდაც სპორტი რაღაცა მართობდა და არ იყო მთლიანად კონცენტრირება მთლიანად აღიარება ამ სიტყვის პირდაპირ აი ბიბლიური გაგებით რომ ყველაფერი ამისკენ ყოფილიყო ჩემი კონცენტრაცია და მედიტაცია ამიტომ ღმერთიც ეთყობა რომ არ მუშაობდა მაშინ და როდესაც თქვენ მიმართავთ თლიანად ღმერთს, არ შეიძლება რომ ნაყოფი არ იყოს, არ არსებობს ესეთი რამე. ამიტომ აი ხლაც როცა ლაპარაკობდა, აი დაიწყო თუ არა, ხო, მე რომ წავიკითხე და სანამდე დავიწყებდი აი ხლა მინდა გამოვდინა პირველი კითხვებიდან, ნუ წუთში გამახსენა ბიბლიის ის მუხლი, უბრალოდ არ ვიცოდი სად იყო, როდესაც კაცი მიდის იესოსთან და ეუნება რომ უფალო უშველე ჩემ ურწმუნოებას. როდესაც შვილის განკურნება უნდა და მე მივაგენ ამ დროს მაკარტურმაც იგივე თქვა უკვე მაკარტურმაც ეგ მაინტერესა თუ მაკარტური გამოტოვებდა მე აუცილებლად მოვძებნი და ვაპირებდი რომ ბოლოში ამ ტექსტის ბოლოში წამეკითხა ეს და მაკარტურმაც დაასახელა ეს მარკოზის მე-9 თავიდან სხვებსაც აქვს ეს აღწერილი მაგრამ შეიძლება აი ეს მომენტი რომელსაც მარკოზი იმაშევა რომ მამა უკვე მიდის მამას და სთხოვს ხომ ამ კაც მოწაფები ვერ განკურნავენ მას შულს ხო დუჟმორეული რომ არის და ავისული შეყრობილი და აქ არის მარკოში ეგ მახსენებოდა აი ესე არის უბრალოდ როცა დაყოფ თქვენ სად გაგახსენებთ თქვენ რომ გაუცდებით სად გაიხსენებთ შეიძლება ზუსტად არ გახსოვდეთ ადგილი მაგრამ მე ჩაიხედებით მოძებნით ამას და ამაში ზუსტად ხელოვნური ინტელექტი კარგად დაგეხმარებათ როცა საძიებო სიტყვას თქვენ ჩაწერთ და მე ჩავწერე ხო რომ იესოს კაცი ეუნება ინგლისურად ჩავწერე რა თქმა უნდა ინგლისური უფრო სწრაფია და უკვე შეიძლება ნელა ქართულმაც იმას აქნას ამოქაჩოს ხელოვნურმა ინტელექტმა ყველაფერი და გააკეთოს ხო მე Google-ს ხმარობ არ ხმარობ ChatGPT-ს შეიძლება ზოგი მაგას ხმარობს მაგრამ მე არ მინდა ახლა ბევრი თავი ავიტკიო სხვადასხვა საძებარი ძრავებით ის კი არა Safari-საც არ ხმარობ Apple-ის მაგ სადაც Safari არ რეკომენდირებული მაგრამ მაინც Google შევეჩვე მე Google Chrome-ს და იმას ხმარობ ხოლმე საძებარ ძრავაში Wikipedia ადრე ძალიან ხშირად ხმარობდი რომელსაც პირველი გიგდებდა თუ გახსოვთ საძებარი ძრავა მაგრამ ახლა Wikipedia-ს არ გიგდებს იმიტომ რომ თვითონ აქვს უკვე თავისი Wikipedia და თავისი იმას გაწვდის უკვე პირველ იმაში Google Chrome-ი და ცალკე უკვე განყოფილებაც არის ხელოვნური ინტელექტის ხო მარცხენა მხარეს ასე რომ აი მოდით მოусვინოთ ახლა კლერი როგორ უსვას სალამი პასტორ ჯონ ჩემი კითხვა იმაში გომარებას თუ როგორ ებრძვით ურწმუნოებას და ურწმუნოების შიშს, როდესაც იცით რომ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტია, გსურთ მისი დაჯერება, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ არ შეგიძლიათ ეს. და ჯონი. ამის მაგალითია ჩვენი უფლის ცხოვრებაში, სადაც კაცი მივიდა მასთან და უთხრა, უფალო მწამს დაეხმარე ჩემს ურწმუნოებას. ასე რომ მოდით წავიკითხოთ ეგ ადგილი, მარკოზი 9 მე-14 მუხლიდან წაგიკითხოთ მე-9 თავს მარკოსის. მოწაფეებთან რომ მივიდა, ნახა მათ ირგვლივ ბევრი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები. მაშინ შენიშნა მთელმა ხალხმა და გაოცდნენ. ვორბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ. კითხა მათ, რაზე ედავებით ამათ? ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო, მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვი სული ხავს, სადაც შეიპყრობს ძირს ანარცხებს, დუშს ადენს, კბილებს ახრჭიალებინებს და აშეშებს. შენს მოწაფეებს ხოლმე განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს. მიუგო და მათ უთხრა ჰოი ურწმუნო თაობა, როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ. მიუყვანეს როგორც კი სულმა იესო დაინახა ბიჭი ძირს დაანარცხა. გორავდა მიწაზე დაცემული და დუშის დიოდა. კითხა ბიჭის მამას. რამდენი ხანია რაც ასე ემართება? უპასუხა პატარაობიდან. ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რათა დაეღუპა.
თუ კი რამე შეგიძლია, შეგვიბრალე და გვიშველე. იესომ უთხრა, თუ შეძლებ რომ ირწმუნო, მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია. ბავშვის მამა მიმწავსე შეზახა ცრემელ მორეულმა. წამს უშველე ჩემს ურწმუნოებას. აი ნახეთ, ზუსტად ანალოგიური იმ ქალსაც მე-24 მუხლში. როგორც კი დაინახა იესო რომ ხალხი მორბოდა და გროვდებოდა, შერისხა უწმინდურსული და უთხრა, უტყუო და ყრუსულო, გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ დაბრუნე მასში. დაიყვირა, ძალუმად შეანჯღრია ბიჭი და გავიდა. ის კი მკვდარივით შეიქნა. ბევრმა კიდეც თქვა, მოკვდაო. იესომ კი ხელი მოგიდა წამოაყენა და ისიც წამოდგა. შინ რომ შევიდა, მოწაფეებმა განმარტოებით კითხეს, ჩვენ რატომ ვერ გავდენთ იგი? უპასუხა, ეს მოდგმა სხვანაირად ვერ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით. აჰა, კიდევ პასუხი, რომ ლოცვა არის საჭირო ამისათვის. და ფიქრობ, რომ ეს აქციელი თქვენთვის ლოცვად იქცევა. აგრძელებს ჯონ მაკარტური. თქვენ უნდა სთხოვოთ უფალს, გააძლიეროს თქვენი რწმენა, გაზარდოს თქვენი მისადმი დობა. თქვენ უნდა მიმართოს უფალს ამის გასაკეთებლად. მაგრამ ასევე გეტყვით ამას, რაც უფრო მეტად გესმით ღვთის სიტყვა, მით უფრო ძლიერდება თქვენი რწმენა. ფიქრობ, დღეს ეკლესიაზე საუბრისას ერთ-ერთი ნამდვილი ტრაგედია ის არის, რომ ამდენი ადამიანი თავს ევანგელისტებს უწოდებს, ევანგელის ქრისტიანებს, რომლებმაც არც სტადიან ეკლესიაში და საშინლად არ იციან ბიბლია. და ეს ამერიკაზეა ლაპარაკი, მართლაც ესე არის. ძალიან ბევრი უწოდებს. აღლაპარაკობ ხო მართლმადიდებელ ქრისტიანებზე 90%-ია მგონი საქართველოში, ხო? სასოფხეთში და კიდე სხვა მართლმადიდებლურ იმებში. მაგრამ ლაპარაკია ამერიკა, რომელიც იყო ბიბლიაზე და პროტესტანტები ბიბლიაზე იჯდნენ. და აგრძელებს ჯონ მაკარტური. ისინი ისმენენ ყველგან სასაცილო ცნობებს და არც კი ვიცით საიდან და მე ამას პატარა ბოპიპის ქადაგებას ვეძახი. ისინი ბიბლიიდან რაღაცას აიღებენ, ქადაგების საბაბად იყენებენ. ეს პატარა ბოპიპი გამოყენებას გავს. პატარა ბოპი ადრეს ახსენა ეს პატარა ბოპიპი ისტორია არის, ბოპიპის ისტორია, მგონი გოგონას ისტორია, რომელსაც ეს ბოპიპი პატარა ის იყო ავტა. პატარა ბოპიპი ეს პატარა იყო, უნიშნელო იყო, ის არავინ არ იყო, მისი სახელიც კი უნიშნელო იყო, ბოპიპი და მან თავისი ცხოვრები დაკარგა, აი გოგონას ის არის ზუსტად ისტორია. და ყველგან ხალხი ამაში იკარგება. და ეს არის უაზრო საბაბი, რომელიც მე ყველგან მესმის. ეს არის ისინი სახში ბრუნდებიან, როცა ისმენენ ასეთ ქადაგებას, მაგრამ არაფერს არ იძენენ. და უბრალოდ უნდა ახვნენ კუდის ქიცინს, სხვები რასაც აკეთებენ. ამ დროს საერთოდ არ იციან ბიბლია რას ამბობს ამაზე. რწმენის და ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების უფრო ღრმა გაზიარებით ხდება. როცა სიტყვა ავსებს თქვენ გონებას და გულს, იპყრობს თქვენს აზროვნებას. რწმენა უფრო და უფრო ძლიერდება და უფრო და უფრო ძლიერი ხდება. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ეს წმინდა წერილის მოწმობაა და ეს არის პირადი მოწმობა იმ ადამიანისაგან, ჩემგან, ვინც დიდი ხანია ღვთის სიტყვაში ცხოვრობს და ღვთის სიტყვაში იზრდება. და შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ეჭვი დიდი ხნის წინ უკვე მოკვდა. მე არა მაქვს უკვე ეჭვი. და მე არ საუბრობ ხა პირად ცხოვრებისეულ ეჭვზე, საკუთარ თავში დაეჭვება ან რაღაცა. მე ყოველთვის ვერ ვახერხებ წმენით ვიყო ყველაფერში, მაგრამ დაეჭვება ღმერთზე, მის სიტყვაზე, მის ჭეშმარიტებაზე, მის განზრახვასა და მის გეგმაზე. ძალიან დიდი ხნის წინ უკვე გაქრა. და ეს არის უფრო დამსახურება მის, რომ ღვთის სიტყვის გაგება უკვე ძალიან ძლიერია ჩემში. ამიტომ ფიქრობ, წმენა იზრდება, როდესაც წმინდა წერილის ჭეშმარიტებას ჩვენ ვეცნობით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ექსპოზიციური, ანუ განმარტებითი ბიბლიური სწავლება და ქადაგება. დღეს ვკითხულობდი წიგნს ჯოელ ბიკის რეფორმატული ქადაგების შესახებ, წიგნს, რომელიც ჯონ კალვინზე საუბრობდა. ჯონ ბიკი, ეს არის ჯოელ ბიკი, არის ძალიან მისი მეგობარი, ახლა ხან მიუძღვრა გუშინ იყო სხვათა შორის ესეთი გაცილება ჯონ მაკარტურის მემორიალური სერვისი. დიდი ხნის წინ ის უკვე დაასაფლავეს, მაგრამ მემორიალური სერვისი გუშინ ჩატარდა. და იქ ჯოელ ბიკიც ვიდეოც ნახე. ჯოელ ბიკი არის ძალიან კარგი პურიტანი რეფორმაციული თეოლოგიის პასტორი, ის დავრდომილია ზის ასე თქვათ სავარძელზე
და ძალიან საინტერესო პიროვნება არის, არა ერთხელ უსტუმრად ყოფილა ჯონ მაკარტურთან და მის წინზე საუბრობს ჯონ მაკარტური, სადაც კალვინზე საუბრობს. ჯო კალვინმა თქვა, ჟან კალვინი, იცით ხომ, ჯონ კალვინი ინგლისურად ჯონია და ჩვენ ჟან, როგორც იმიტომ ფრანგი იყო წარმოშობით, ჟან კალვინი უდიდესი რეფორმატორი, ალბათ მარტინ ლუთერის შემდეგ, თუ უფრო მაგარი ძლიერი არა უკვე თეორიაშიც ხო ჟან კალვინი. ჟან კალვინმა თქვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ წმინდა წერილის განმარტებები და სწორედ ამან დაიწყო რეფორმაცია. და თუ გადახედათ იმ ეპოქის ისტორიას, რეფორმაციის დროს ეკლესიებში კვირას ყოველდღე იყო წმინდა წერილის განმარტება და სწავლება. კვირის ყოველდღე ეკლესიაში წმინდა წერილი განიმარტებოდა. კვირის იყო დილას 6 საათზე წირვა, შემდეგ იყო 9 საათზე, შემდეგ 12 საათზე, შემდეგ 3 საათზე და ზოგჯერ 5 საათზეც. ნახეთ რა, ესე იგი რა პერიოდია მე-16 საუკუნეზეა ლაპარაკი, ხო ხალხი დაკავებულია. ძირითადად აქ ახლა ყველა კატეგორიის მიდიოდა, მაგრამ ძირითადად ხო იცით უფრო საშუალო ფენა წავიდოდა აქა და შეიძლება გლეხები და მუშებიც. ეგ გააკეთეს, როცა ბიბლია თარგმნეს მათ ენაზე. და ისე დაინტერესდა ხალხი, რომ აი ესე შიმშილი ქონდათ ამ სიტყვის. ხო და რა ვიცი, როგორი ის ჟენევაში როგორი მასაქნა ამან, როგორი ცხოვრება იყო შვეიცარიაში მაშინ და შვეიცარიაში მოღვაწეობდა ძირითადად ჟან კალვინი, რომ ნახეთ ხალხი რითი იყო დაკავებული, იმიტომ რომ როცა იცი რომ ეს არის ღვთის სიტყვა, შენ უკვე გაინტერესებს არა იქ იმეებთან, რომის პაპთან და იმეებთან კიბეებზე მხოლოდ ჩოქის სიარული, არამედ ბიბლიის შესწავლა. დახარბებული იყო ხალხი ბიბლიის შესწავლაზე. ასევე შვეიცარიელი რეფორმატორის ულრიხ ცვინგლი, ესეც მესამეულში შედის ცვინგლიც, ულრიხ ცვინგი. მის შესახებ ამბობდნენ, რომ ის კვირაში სულ მცირე 7 ქადაგებას კითხულობდა და წმინდა წერილის განმარტებას ავრცელებდა. ეხლა დაფიქრდით ამერიკაზე, რომელიც ჩემულობს, რომ ყველაზე დიდი ევანგელისტური სამყაროა, რომელიც თავს ქრისტიანად აცხადებს. ამ დროს კი წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რას ამბობს თავად ბიბლია. არ ესმის წმინდა წერილის სიღრმე და ჭეშმარიტება. და სწორედ ეს აფერხებს რწმენას. შემდეგი თუ თქვენ ქრისტიანულ მაღაზიაში მოხვდებით, იქ მიხვდებით და ნახავთ ყოველგვარ სულელურ რაღაცა ბროშურებს. წაწლებით, აი იესო გიძახის, ან იესოს რა უნდა შენგან და რაღაც ესეთები. ეს თქვენ ვერაფერში ვერ დაგეხმარებათ. ეს ლიტერატურა და ეს ბროშურები არაფრის მომცემია. ამიტომ ფიქრობ, რომ ჩვენი წმენა იზრდება, მაშინ, როდესაც უფრო და უფრო მეც ვიგებთ ღმერთის შესახებ, მისი გეგმის შესახებ, რომელიც მის წმინდა წერილში არის ჩაწერილი. და იქიდან მოდის ეს ცოდნაც და ბუნებრივია შესაბამისად წმენა. კარგით, მადლობა კითხვისათვის.